მაშასა ეს არის დღის ნიუსრუმი. მე ვარ ლელა ბაღდავაძე. დაკავებულია შინაგან საქმეთა სუსის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი. ბრალდება მძიმეა, მას რამდენიმე საქმესთან მიმართებაში ქრთამის აღება ედება. ბრალად გრიგოლ ლილუაშვილი დაახლოებით 1 საათის წინ მისივე ფეხით მივიდა პროკურატურაში, სადაც მას ბრალი ცოტა ხნის წინ წარუდგინეს და როგორც უკვე გითხარით, დააკავეს კიდეც. მაშასე კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი და ყოფილი თანამდებობის პირი მისი სამართლებრივი кейსით დღეს ამით დავიწყებთ და წარმოგიდგენთ ჩვენს პირველ სტუმარს. თეონა აკუბარდია, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი იმყოფება ჩვენთან ერთად. გამარჯობა თეონა და მადლობა რომ გვესტუმრეთ. ქავტო თეონა, გიორგი გვარაკიძის ბრიფინგით დაიწყო დილა, დაკავებულია როგორც უკვე აღნიშნეს სუსის ყოფილი უფროსი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი, რომელსაც რამდენიმე საქმეზე დიდი ოდენობით ქრთამის 1,365,000 ამერიკული დოლარის აღება ედება ბრალად, მათ შორის საუბარია ერთ-ერთ შემთხვევაში ქრთამის აღებაზე კოლ-ცენტრისგან, რომელიც გამოძიების ინფორმაციით აფინანსებდა ოპოზიციურ მედიას. რა სიტყვით იმ ინფორმაციაზე, რომელიც გიორგი გვარაკიძის მხრიდან მოვისმინეთ. ეს არის თქვენი აზრით და ეს შეიძლება იყოს საქმე, რომელსაც მართლა შეიძლება კონდეს ესეთი სერიოზული სამართლებრივი საფუძველი თუ ლილუაშვილის მიმართ შეტევაშიც შეიძლება ვეძებოთ პოლიტიკური კონტექსტი. პრინციპში პოლიტიკური კონტექსტია, როდესაც საუბრობენ იმაზე, რომ კოლ-ცენტრი აფინანსებდა ოპოზიციურ მედიას და ეს პოლიტიკური კონტექსტი მე მახსენდება 4 ოქტომბრის 4 ოქტომბრამდე ანონსებში, როდესაც თითქოს საუბარი იყო, რომ გარკვეულწილად ლილუაშვილი იყო მირიბად ჩართული რაღაცა ნაწილი ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერის. ამიტომ ეს ჩეთქმულების თეორიები, რასაც ჩვენ ვისმენთ, საბოლოოდ აჩვენებს იმას, რომ ირაკლი კობახიძემ გაიმარჯვა ივანიშვილის კარზე და ყველაზე ერთგული ადამიანები მისი, რომელიც მას მოყვებოდნენ 2012 წლიდან, დღეს როდესაც არიან უკვე გისოსებს მიღმა, ეს აჩვენებს იმას, რომ სრულიად აქვს აღებული ძალაუფლება კობახიძეს ივანიშვილის კარზე და ეს არ ვფიქრობ, რომ პატარა ამბავია, იმიტომ რომ გრიგოლ ლილუაშვილი წლების მანძილზე იყო სუსის უფროსი, ძალოვან უწყებებში იყო და ყველაზე ერთ-ერთი ნდობით აღჭურვილი პირი იყო ივანიშვილის. ამიტომ მივხვდით ვიცი რომ ბრიფინგი ეხლახან იყო და სხვა დეტალები ალბათ მეტი ინფორმაცია იქნება. მე ვფიქრობ რომ ეს არ არის მარტივი ამბავი თავად ივანიშვილისთვის და რამდენად გაუვა ბოლომდე ირაკლი კობახიძეს ძალაუფლების კონცენტრაცია თავის ხელში, ალბათ გაისად გამოჩნდება უკვე ეს ყველაფერი, მაგრამ ვფიქრობ რომ მთელი ეს პროცესები, რა თქმა უნდა, აჩვენებს მხოლოდ ერთადერთს არა კორუფციასთან ბრძოლას, არამედ ძალაუფლების კონცენტრაციას კობახიძის ხელში და კობახიძის გამარჯვებას აი ამ ძალაუფლების ბრძოლის პროცესში. ხო, ხა გრიგოლ ლილუაშვილის მიმართ მოსაოდნელი სამართლებრივი დევნის თუ დაპატიმრების შესახებ რამდენიმე თვის განმავლობაში მიდიოდა საუბარი, თუმცა სუსის ყოფილ უფროსთან მისვლა საგამოძიებო უწყებას შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ გაუჭიანურდა. აი როგორ ფიქრობთ, რატომ დასჭირდა პროკურატურას ამდენი დრო ლილუაშვილზე ეთქვა ის, რაც დღეს მოვისმინეთ, მაშინ, როდესაც ძალიან ისე შესაძლებელია რაღაცა რისკები გადააზრია კობახიძემ თავისთვის რისკები გადააზრია და აქამდე თუ მისი ბინა გაჩხრიკეს და შემდგომ არაფერი არ მომხდარა, ეხლა გარკვეულწილად ამ რისკების გადაზღვევის შემდგომ გააკეთა ის, რაც გააკეთა დღეს კობახიძის პროკურატურამ. შესაბამისად, ძალიან ბევრი დეტალი უცნობია, მაგრამ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს არ არის ბრძოლა კორუფციასთან, არც ის არავინ არ გვითხრა მილიონობით ლარის გათეთრება რო ხდებოდა რუსული რუბლების და ერთი ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ჯიხურის მეპატრონე რომ დააკავეს სადგურის მოედანზე, იმ საქმესთან დაკავშირებით რა ხდება. ამიტომ ეს მაინც არის ძალაუფლებისთვის ბრძოლა და კობახიძის სასარგებლოდ სრულდება. ვივარაუდოთ თუ არა, რომ გრიგოლ ლილუაშვილის მიმართ პროკურატურას სავარაუდოდ არ იქნება ისეთი ილმობიელი, როგორიც მაგალითად ირაკლი ღარიბაშვილთან მიმართებაში და ვგულისხმობ უშუალოდ აღკვეთის ღონისძიების ესე ვთქვათ ღონისძიების გამოყენებას, როდესაც ყოფილ პრემიერთან მიმართებაში გირაოთი მოხდა სასამართლოსთვის მიმართვა და თქვათ არ იყო მოთხოვნილი ღარიბაშვილის მიმართ პატიმრობის გამოყენება.
ყველაფერი დამოკიდებული არის იმაზე თუ როგორ ჭირდება ეს ამ შემთხვევაში ეხლა ივანიშვილს და არა იმაზე თუ როგორ არის ეს ყველაფერი კანონით. ის რომ ირაკლი ღარიბაშვილი სახლშია, ეს არის ერთი მოცემულობა, თუმცა ის რომ მათ შორის გრიგოლ ლილუაშვილის საახლობლო წრე დაკავებულია, ესეც არის მოცემულობა, ვერ გეტყვით ნამდვილად ვერ ვიმარჩიელებ, დაიჭერენ მას თუ გამოუშვება იგივე, შესაძლებელია კიდეც გამოუშვან, მაგრამ ის რომ მივიდნენ გრიგოლ ლილუაშვილამდე და დაკითხვაზე პირველად გაბარების შედეგად ეს ააკავეს, ეს არის უკვე ფაქტი, რომ საბოლოო ჯამში რასაც ვერ ბედავდა ამ თვეების მანძილზე ირაკლი კობახიძემ ან ეს გააკეთა და უკვე სხვა დანარჩენი რას გამოივაჭრებენ და რა ფულით სანაცვლოდ ეს უკვე დანარჩენი ამას ჩვენ ვერ გავიგებთ ალბათ. კეითი, ქავტოთონა, გადავიდეთ სხვა ესე ვთქვათ მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებზე და ახლა უკვე ის, რასაც ვხედავთ, მაგალითად საპატიმროდან ახლახან გათავისუფლებულ ზურაბ ჯაფარიძესთან დაკავშირებით, ჯაფარიძეს, რომელმაც მართლაც რამდენიმე დღის წინ დატოვა რუსთავის საპატიმრო გუშინ ახალ საქმეზე, ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმეზე ჩაუნიშნეს სასამართლო პროცესი პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე აკვეთის ღონისძიების სახით 30,000 ლარიანი გირაო შეუფარდეს და ამავე დროს დაავალეს პასპორტისა და პირადობის მოწმობის საგამოძიებო ორგანოსთვის ჩაბარება. აი გითხარით უკვე რა სახელი უნდა დაერქვას იმას, რასაც ზურაბ ჯაფარიძის თავისუფლებაზე ყოფნის პირველივე დღეებში ვხედავთ. ფსიქოლოგიური ზეწოლა ერთ-ერთ აქტიურ პოლიტიკოსზე, ერთ-ერთი აქტიური ოპონენტის სრულად განეიტრალების მცდელობა თუ როგორ უნდა შეფასდეს ის, რომ მართლაც ახლახან გათავისუფლებული ზურაბ ჯაფარიძის წინააღმდეგ ხელისუფლებამ ახალი და მორიგი სისხლის სამართლის საქმე ჩამოკიდა. სისხლის სამართლის საქმე ჩამოკიდებული იყო როგორც ზურაზე, ასევე სხვა დაკავებულ ოპოზიციურ ლიდერებზე. მცველობის მიცემა ჯერ იყო დაანონსებული, რომ მცველობა გადაიდებოდა თებერვლისთვის, შემდგომ გადმოწიეს ისევ და დააჩქარეს ამ მცველობის მიცემა, მას შემდეგ რაც მას ჰქონდა პოლიტიკური აქტივობა და ბრიფინგი ამ მოწამვლასთან დაკავშირებით ქიმიური სავარაუდო ქიმიური ნივთიერების ნოემბრის დღეებში. შესაბამისად, ჩვენ ვხედავთ, რომ აქ არის ორი გზავნილი, ან გაჩერდე, ან წახვიდე, არც ერთს არ ჰქონდა ადგილი, შესაბამისად, მათ ძალიან მყისერად დაიწყეს ამ საქმის გამოყენება. მე არ ვფიქრობ, რომ ციხეში ყოფნა პოლიტიკური პარტნიორების მაშინ, როდესაც გირაოს გადახდის შესაძლებლობა არსებობს, არის ამ ქვეყნისთვის კარგის მომტანი, თავი რომ დავანებოთ უშუალოდ მათთვის, მათი ოჯახებისთვის, ამიტომ ჩემი პირადი აზრია, რომ როდესაც არის შესაძლებლობა გირაოს გადახდის, ეს გირაო ჯობია რომ იყოს გადახდილი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ აქ აღიარება არის ამ ბრალის, რაც აბსოლუტურად შესაძლებელია. მე ვფიქრობ ამ ვითარებაში, როდესაც ძალიან რთული წელი გველოდება ჩვენ 2026, 2025 მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად დაიწყო სახელწოდების სუფრით 31 დეკემბერს გამოდგა ძალიან მძიმე, მაგრამ მე ვფიქრობ 2026 კიდევ უფრო მძიმე იქნება, თუ ეხლავე არ დაიწყო გარკვეულწილად პოლიტიკური ცენტრის შექმნა და გაძლიერება იმისთვის, რომ ამ ბრძოლაში გარკვეული ძალა იყოს ოპოზიციური სპექტრის მხარეს და ამ ვითარებაში ვფიქრობ გირაოს გადახდა არის ამ ბრძოლისთვის აუცილებელი გზა და ძალიან მინდა რომ ეს ესე მოხდეს არა ზურასთვის მხოლოდ ცალკე როგორც ისე არამედ ყველა სხვა დანარჩენი პოლიტიკოსისთვის რომლებსაც ასევე უწევთ ციხიდან გათავისუფლება იანვრიდან მოყოლებულია შემდგომ ანალოგიური საქმეებზე იგივე პროცესი ჯაფარიძემის წინააღმდეგ ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმის გააქტიურებას უკავშირებს მის მცდელობას ციხიდან გამოსვლის შემდეგ აქტიურად დაუბრუნდეს პოლიტიკურ საქმიანობას ჯაფარიძემ გუშინ კოალიციის წარმომადგენლებთან ერთად ღონისძიება გამართა BBC-ს მიერ გავრცელებულ სკანდალურ ინფორმაციასთან დაკავშირებით 9 საერთაშორისო ინსტანციას მიმართა და სთხოვა ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება ადამიანის სისტემურ წამებაზე და ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით და ის სწორედ ამ ღონისძიებამ გააბრაზა ზურაბ ჯაფარიძის აზრით ქართული ოცნება. აი გულწრფელად ფიქრობთ, რომ არა ეს ღონისძიება და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის მიმართვა არ ვიცი ხელისუფლება ზურაბ ჯაფარიძის წინააღმდეგ არ დაძრავდა იმ საქმეს რომელიც არა დაძრავდა საბოტაჟის საქმე იყო აღძრული უბრალოდ საუბარი არის იმაზე რომ ამ საქმეზე
ზურას დაბარება არ უნდა მოხდარიყო ეხლა დეკემბერში, იმიტომ რომ თავად პროკურატურამ გადაწია ვადა თებერვლამდე და როდესაც უცებ დააბრუნეს ეს ვადა, აქ არის საუბარი იმაზე, რომ იყო გარკვეულწილად გამაღიზიანებელი ფაქტორი, სწორედ ეს პრესკონფერენცია და არა ის, რომ ზურას რომ არ ჩაეტარებინა ეს პრესკონფერენცია, საერთოდ არ დაიბარებდნენ პროკურატურაში. თარიღის გადმოწევა დეკემბერში ეს იყო გარკვეულწილად მაჩვენებელი იმისა, რომ როგორც ჩვენ ძალიან შეშფოთდნენ ამ მიმართვით, მიუხედავად იმისა, რომ ცალკე მიმართვა არაფერს არ აკეთებს და ამას ეს არის მთლიანად პროცესი, მაგრამ მათ შორის ზურას გათავისუფლებამ რაც მოყვა და ამას ყველა ვხედავდით მათ შორის მედიის მეშვეობით, მოლოდინები, რომ შესაძლებელია ისევ კოორდინაცია პოლიტიკური სპექტრის ზურას გათავისუფლების შემდგომ ამ საკითხის დაძვრა მოხდა და მე ვფიქრობ ერთ-ერთი ტრიგერი ესეც შეიძლება ყოფილიყო. ჯაფარიძეს ეს უნარები და რესურსი, რომ აი ეს ერთგვარად ვერ გეტყვით, აქამდე არ ქონია ამას პრეცედენტი, რომ ყველას კოორდინაცია მოხდარიყო, მიუხედავად რომ ჩარჩენ გარკვეული წარმატებული გამოცდილება ჩვენ ოპოზიციას 4-ვე პოლიტიკურ ცენტრს გაგვაჩნდა, მაგრამ მას შემდეგ გართულა მდგომარეობა, მაგრამ ის რომ დაკვეთა ამისი არის ახლა საზოგადოებაში და თუ ვინმეს მართლა რაიმე ამ ქვეყნისთვის გაკეთების შესაძლებლობა აქვს, სწორედ კოორდინაციაზე უნდა გადიოდეს ეს ყველაფერი და არა ამ ყადაღებულ გაერთიანებაზე, ეს ყველამ ძალიან კარგად იცის. შესაბამისად, ორი თემა იყო ზურას გათავისუფლების შემდგომ, ეს იყო გარკვეულწილად ახალი ცენტრის და კოორდინაციის შესაძლებლობა ზურას მეშვეობით, ერთი და მეორე იყო ამ ქიმიური მომწვანოელი ნივთიერების, სავარაუდო ნივთიერების გამოყენების საკითხზე მიმართვა და ის რომ გარკვეულწილად ახალ პროცესს უდებდა სათავეს ყოველთვის იმედს მაინც აჩენდა ეს ყველაფერი და შემდგომ ამას მოყვა ის გირაოს შეფარდება რაც იყო, ეს დამთხოვა არ მგონია რომ მოიღოს. კეთილი, ერთი კითხვა მოდით უშუალოდ ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმეზეც დავსვათ ქართული ოცნება, იცით რომ საგარეო ველზე აქტიურად მომუშავე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებაში ედავება. ეს პოლიტიკოსები კი ზურაბ ჯაფარიძის გარდა არიან მიხეილ სააკაშვილი, გიორგი ვაშაძე, ნიკა გვარამია, მელია, ელენე ხოშტარია, ხაზარაძე, ანდრი ჯაფარიძე. არ ვიცი, აი რამდენად შეიძლება უცხოელ პარტნიორებთან ქართველი პოლიტიკოსების ჭიდრო კოორდინაციაში ყოფნა და მათთან აქტიური მუშაობა შეფასდეს როგორც საბოტაჟი ქვეყნის წინააღმდეგ. აი თქვენი შეფასება მიუხედავად იმისა, რომ თქვენ პოზიციას წარმოადგენთ, ის რასაც ქართველი პოლიტიკოსები საგარეო არენაზე აკეთებენ, არის პარტნიორების მომართვა საკუთრივ ქართული ოცნების წინააღმდეგ თუ ჯამში მაინც გამოდის რომ არის ქვეყნის წინააღმდეგ. ვინ არის ამ ქვეყნის მტერი, ამას განსაზღვრავს სტრატეგიული დოკუმენტები, ისევე როგორც შესაბამისი კანონები. ერთადერთი მტერი ამ ქვეყანას კანონით ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ყავს რუსეთი და სხვა ესე შერაცხულ მტრად ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიით ქვეყანას არავინ არ ყავს. შესაბამისად, მაშინ როდესაც ისინი საუბრობენ იმაზე, რომ დასავლეთი არის მტერი, მიუხედავად იმისა, რომ არსად ასეთი რამ დოკუმენტურად არ წერია და დასავლეთთან კომუნიკაციას თვლიან ქვეყნის მტრობად, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს რამდენად პრორუსული და რამდენად ავტორიტარულია რეჟიმი. სხვა შემთხვევაში არაფერ შეიძლება ამ საქმის სხვანაირად თარგმნა და ამ მუხლით, რასაც ისინი საუბრობენ, დასაჭერია მაშინ ბევრად მეტი, ვიდრე არის ამ შემთხვევაში ამ საქმეში ფიგურანტი პირები, იმიტომ რომ ვისაც კი ქონია კომუნიკაცია ჩვენ დასავლელ პარტნიორ ელჩებთან ან დასავლეთში თავად ამ ქვეყნების წარმოადგენლებთან შესაძლებელია ქვეყნის მტრების სია გაზარდონ თავისუფლად და ეს არის გარკვეულწილად გზავნილიც რომ ან გაჩუმდები და წახვალ ან დაგიჭერთ და ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ ავტორიტარიზმის ხარისხს, რაც აქვს ივანიშვილის რეჟიმს, მაგრამ ერთი არის ისინი რას აკეთებენ და მეორე არის ჩვენ რას უპირისპირებთ ამას. მგლის შიშით სხვა არავის არ გაუწყოტია უნათქვამია და მე არ ფიქრობ რომ ამან რაიმე შეიჩარა, რა თქმა უნდა გაგრძელდეს დასავლელ პარტნიორებთან იმისთვის რომ მტერთან მარტო დარჩენილ საქართველოს კიდევ უფრო შავი დღე არ ეწიოს ივანიშვილის ხელში, ვიდრე ეს არის და სწორედ ამ გზას ვხედავთ ჩვენ დღეს ამ პირობებში
პირობებში, როდესაც რუსეთი ერთის მხრივ ითხოვს სამ სახელმწიფოდ საქართველოს გაფორმებას, აღიარებას ოკუპირებული ტერიტორიების და მეორეს მხრივ მან უკვე მიიღო ივანიშვილის ხელით ის, რომ საქართველოს აღარ მედის აღარც ევროპაში და ევროკავშირში, აღარც ნატოში, აღარც დემოკრატიის გამტკიცებაზეა საუბარი და მთლიანად საგარეო პოლიტიკის ის მიზნები, რაც აქამდე საქართველოს ჰქონდა, სრულიად დაგვიყირავეს და გუშინ ჩაერთდა ეს ელჩების კონფერენციაზე ძალიან მკაფიოდ. მაშინ რადგან ელჩების კონფერენციას შეეხეთ, შევაფასოთ ერთი კითხვით, ის რაც გუშინ ვნახეთ სწორედ ამ ღონისძიებაზე, ქართულ დიპლომატებს ჯერთი მიულოცეს გუშინ უბრალოდ სიტყვით მიმართეს ქართული ოცნების პირველმა პირებმა, გააკეთეს განცხადებები, რა არის დღეს ქართული დიპლომატიისთვის, ესე ვთქვათ, მთავარი გამოწვევები და ითქვა, რომ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის სწორედ გარე ჩარევა პარტნიორებთან, ისე როგორც ზეწოლა, შანტაჟი და პოლიტიკური მორალიზმი. აი, რამდენად სწორად ხედავს ამ კონტექსტში ალბათ არ ძღირს ამ კითხვის ამ ერთი რამ შემელია თქვა. სწორად ხედავს საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართული დიპლომატიის წინაშე არსებულ გამოწვევებს და ზოგადად რა შთაბეჭდილება დაგიტოვათ ელჩების გუშინდელმა კონფერენციამ, რომლის გამართვის შესახებაც სხვათ შორის მხოლოდ რამდენიმე მედია საშუალებას ჰქონდა ინფორმაცია და მხოლოდ რამდენიმე მედია საშუალებას გააგებინეს და არა ვთქვათ სრულიად ქართულ კი ბატონო, კიდევ ერთხელ აი რო არ გადავიდე დიდ პოლიტიკურ შეფასებებში, მარტივად გამოჩნდა გუშინ არა. პირველი საგარეო პოლიტიკური მიზანი, რაც აქამდე 2019 წელს დოკუმენტით საგარეო სტრატეგიით საქართველოს ჰქონდა, ქვეყნის გამთლიანება, მშვიდობიანი დეოკუპაცია აღარ არსებობს როგორც საგარეო პოლიტიკური მიზანი, იმიტომ რომ დეოკუპაციაზე და ქვეყნის გამთლიანებაზე იქ სიტყვა არ თქმულა. ნატოსა და ევროკავშირში წევრობაზე ღირსებით ევროპისკენ გახსოვთ ალბათ საარჩევნო სლოგანი ქართული ოცნების ამაზეც არაფერი არ ყოფილა გარდა იმისა, რომ სწორედ უცხოეთი და დასავლეთი ერევა საქართველოს საქმეებში და მათ რეჟიმს საფრთხეს უქმნის. საუბარი არსად არ ყოფილა დემოკრატიის განმტკიცებაზე და საქართველოს პოზიტიური იმიჯის გაძლიერებაზე ელჩების მეშვეობით დასავლეთში, იმიტომ რომ ესეც აღარ არის პრიორიტეტი. და მათ შორის, როდესაც ჩვენს რეგიონში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი მშვიდობის და კეთილდღების შესაძლებლობა დერეფნის ტრიპის პროექტით და შუა დერეფნის პროექტით, სადაც საქართველოს უნდა ყოფილიყო და სადაც საქართველოს ამ მოლაპარაკებების მონაწილე არ არის ივანიშვილის დამსახურებით, დღეს გვაქვს რეალობა, რომ გვაქვს სატარიფო კონფლიქტი ორივე მეზობელთან, სომხეთთანაც და აზერბაიჯანთანაც და ორივე ამბობს, რომ ალტერნატიულ გზებს ნახავენ საქართველოზე, რომ არ გაატარონ თავიანთი ნავთობი ამ კონფლიქტის გამო აჩვენებს იმას, რომ ის ფუნქცია, რომელიც ჩვენ გქონდა გეოპოლიტიკური ედვარდ შევარდნაძის დროს, როდესაც დაიწყო ნავთობსადენი და სხვა რეალობა იყო სატრანზიტო დერეფნის კუთხით, სრულიად სრულდება ამათ პირობებში ისე, რომ არან არის შესაძლებლობა მომავალში ქვეყანას არ აქვს. ამიტომ გუშინ ჩვენ რაც ვნახეთ, ეს იყო რუსული სუვერენიტეტის გამეორება, სრულყოფისეული და საუბარია ბიზნეს სუვერენიტეტზე, ბიზნეს მშვიდობაზე და არაფერი საქართველოზე, აი უამრავი დევნილი, ვინც ცხოვრობს საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ, მათ უთხრეს, რომ ქვეყნის გამთლიანება მათი პრიორიტეტი აღარ არის, მშვიდობიანად ისევე, როგორც ამ ქვეყნის ევროპული კეთილდღეობის შექმნა და კიდევ ერთხელ უთხრეს, რომ უატყუოს ერთი წლის წინ ხალხი ღირსებით ევროპაში დაპირებით. შესაბამისად ჩვენ ვნახეთ მორჩილი დიპლომატიური კორპუსი და ვნახეთ ისევ ძლივს მოსაუბრე ყავალაშვილი, რომელსაც დაწერილი ტექსტის კითხვა სამწუხაროდ კვლავ უჭირდა. აი გარე ჩარევა ვახსენეთ, რასაც ქართული ოცნება მუდმივად აპელირებს და ამ კონტექსტში მოდით ერთი კითხვა დავსვათ ქართული ოცნების ბრიუსელთან ურთიერთობის კონტექსტშიც, მით უფრო რომ რამდენიმე დღის წინ ვიხილეთ ვიზა ლიბერალიზაციის, ასე ვთქვათ, პირობების შესრულების თაობაზე ის ანგარიში, რასაც პრინციპში ჰქონდა მოლოდინი, რომ იქნებოდა მძიმე და ასეც აღმოჩნდა. ევროკომისია მართლობის და კანონის უზენაესობის კუთხით სერიოზულ უკუსლასა და რეგრესზე საუბრობს, რის კონტექსტშიც ამბობს, რომ განიხილება უზენაესობის შეჩერების განახლებული მექანიზმის ფარგლებში შესაბამისი ზომების შემოღება პირველ ეტაპზე საქართველოს მთავრობის მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მქონე პირებისთვის, თუმცა მეორე ეტაპზე შეზღუდვას შესაძლოა შეეხონ საქართველოს მოქალაქეებს. საქართველოს რეგიონს. გვესმის შეფასებები, რომ ევროკომისიის ეს ანგარიში ცივილიზებული სამყაროსგან დაშორებას ნიშნავს, რაზეც ქართულ ოცნებაზე მოდის პასუხისმგებლობა, თუმცა ქართული ოცნება არ იღებს ამ პასუხისმგებლობას და პირიქით ამტკიცებს, რომ ვიზა ლიბერალიზაციის საკითხს ბრიუსელი იყენებს მათი შანტაჟისთვის,
რათა საქართველოში როგორმე შეიცვალოს ხელისუფლება. აი, კიდევ ერთხელ რაშია სიმართლე, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ინტერვიუ ფაქტობრივად ამაზე ვსაუბრობთ და ვის უნდა მოვთხოვოთ პასუხი იმაზე, რომ ესეთი მნიშვნელოვანი მონოპოლარი შეიძლება დაიკარგოს ქართულ ოცნებას თუ ბრიუსელზეც უნდა უვიზო მიმოსვლა არ არის საჩუქარი და არ არის ღვთიური მანანა, როგორც შალვა პაპუაშვილი ამბობდა. უვიზო მიმოსვლა ეფუძნებოდა იმ ვალდებულებების შესრულებას, რომელსაც ყველა ქვეყანა, ვისაც ევროკავშირთან აქვს უვიზო მიმოსვლა ასრულებს. ამიტომ ისინი როდესაც საუბრობენ იმაზე, რომ ეს არის შანტაჟი, მაშინ როდესაც ევროკავშირი ღია წერს თავის დასკვნაში, რომ საქართველოს არ შეასრულა ის ვალდებულებები, რომელიც უვიზო მიმოსვლისთვის ყოველწლიურად მოწმდებოდა და ყოველწლიურად იყო მუშაობა ამ რეკომენდაციების შესრულებაზე, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ისინი ცდილობენ განაწყონ საკუთარი მოქალაქეები ანტიდასავლურად და ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართონ ისბრაზი, ნაცვლად იმისა, რომ საკუთარი ბრალი აღიარონ და გააკეთონ ის საქმე, რაც ხელისუფლების გასაკეთებელია. ამიტომ, როდესაც საუბარია იმ ახალ წესებზე, რომელიც დიახ, შესაძლებლობას ეხლა ამ ეტაპზე იძლევა, რომ არა ხალხს შეუჩერდეს უვიზო, არამედ საჯარო მოხელეებს, ვისაც სამსახურებრივი და დიპლომატიური პასპორტი აქვს, ეს არის შესაძლებლობა და გარკვეული დროის მიცემა ოცნებისთვის, რომ შეასრულონ რეკომენდაციები, რომელიც არის იქ მოცემული. როდესაც ისინი არ აპირებენ ამის გაკეთებას, ეს აჩვენებს იმას, რომ ერთი წლის ვადაში გარდაუვალი იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზოს შეჩერება, თუ ივანიშვილის რეჟიმი არ გააკეთებს იმ რეკომენდაციების შესრულებას, რომელიც უვიზო მიმოსვლის შენარჩუნებისთვის ყველა ქვეყნისთვის და არა მხოლოდ საქართველოსთვის არის სავალდებულო და ეხლა როდესაც სომხეთი იწყებს უვიზო მიმოსვლის პროცესს, რომელიც საქართველოს 10 წელი აქვს და საქართველოს აქვს დაკარგვის საფრთხე, არა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მხოლოდ, რომელიც სათაურად დაგვრჩა ან ევროკავშირში გაწევრების, რომელიც დაასრულდა ოცნების პირობებში, არამედ უვიზო მიმოსვლის, რომელიც 10 წელია საქართველოს აქვს, ეს აჩვენებს იმას, რომ საქართველოს ჩაკეტვა და ქართველი ხალხით ვაჭრობა ივანიშვილის რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელია და ხალხმა არ უნდა იყიდოს ის ტყუილი, რომელიც ერთი წლის თავზე კიდევ უფრო მკაფიოა, იმიტომ რომ ღირსებით ევროპისკენ აღმოჩნდა კიდევ ერთი დიდი აფიორა, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმი წინასაარჩევნოდ ხალხს პირდებოდა და ერთი წლის თავზე არა თუ ღირსებით ევროპისკენ, არამედ უვიზოს საფრთხის უვიზოს მიმოსვლის დაკარგვის საფრთხის წინაშე გავარდა. მადლობა ქავთო თეონა. დიდი მადლობა თქვენ და ჩვენი სტუმარი თეონა ახუბარდიას დაახლოებით, თუმცა ვიდრე რეკლამაზე გავალთ, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლი ელუაშვილი დააკავეს, შესაბამისი განცხადება ცოტა ხნის წინ გაკეთდა გენერალურ პროკურატურაში თავად გენერალური პროკურორის გიორგი გვარაკიძის მხრიდან, რომელმაც თქვა, რომ გრიგოლი ელუაშვილს ბრალად ედება ქრთამის აღება პროკურატურის წარმოებაში არსებულ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში. მაშასე ახლა რეკლამის შემდეგ ბრუნდებით ამ და სხვა აქტუალურ თემებზე სასაუბროთ, ასე რომ დაგლოვდეთ. მაშასე რეკლამა დასრულებულია, ბრუნდებით პირდაპირ ეთერში და გვერდება ჩვენი კიდევ ერთი სტუმარი, მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის წევრი გოტა ჭანტურია ჩვენთან ერთად. გამარჯობა გოტა და მადლობა რომ შემოგვერთით. მოგესალმებით, მადლობა თქვენ მოწვევისთვის. გოტა, აქციებზე საუბრით მინდოდა თქვენთან საუბრის დაწყება, მაგრამ ცხელი ამბავი წამოგვეწია დილიდან, გაიგებდით დაკავებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლი ელუაშვილი, რომელსაც დიდი ოდენობით ქრთამის აღება ედება ბრალად. ცოტა ხნის წინ თავად გენერალური პროკურორის გიორგი გვარაკიძის განცხადება მოვისმინეთ ამ თემაზე, რომელმაც განცხადა ისიც, რომ პროკურატურა სასამართლოს ელუაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს. აი, მარტივად გითხავთ, რა გაქვთ სათქმელი ინფორმაციაზე, რომელიც თავად გენერალურმა პროკურორმა ამცნო საზოგადოებას ცოტა ხნის წინ და რას არქმევთ თქვენ იმ პროცესს, რომელსაც ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ ვხედავთ, იმიტომ რომ თავად ქართული ოცნებისთვის ეს არის ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ. ხო, ცხადია, ვერანაირად ვერ იქნება ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, როცა თვითონ ჩემი აზრით ცხადია არიან კორუფციაში ჩამრჩვალი, მაგრამ
და არ არის ეს ახლა ჩემი კომპეტენციის სფერო, მაგრამ ძალიან მოკლედ შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ძალაუფლების კონსოლიდაციის სტრატეგია, გეგმა, რასაც ირაკლი კობახიძე აი ესე თვითონ როგორც ამბობს მეთოდურად ნაბიჯ-ნაბიჯ მიყვება და ნებისმიერი საფრთხე, ნებისმიერი პოტენციური საფრთხე, ნებისმიერი საფრთხე, რაც პერსპექტივაში შეიძლება დადგეს, ყველაფერს იშორებს, გარდა ამისა ძალიან კარგად იყენებს ამას მათ შორის თქვა სხვა მოწინააღმდეგეების გასანეიტრალებად, მაგალითად ამ შემთხვევაში როგორც თვითონ აღნიშნეს განცხადებაში ოპოზიციურ მედიასაც მოსცხეს ჭირკი შესაბამისად ანუ ერთი გასროლით რამდენიმე კურდღელს იჭერენ, მაგრამ თვითონ ეს აჩვენებს ეს სტრატეგია, რომ არავინ მეორე მხრივ ეს არის ნიშანი ყველასთვის, შიგნით თვითონ ქართულ ოცნებაში, რომ უსაფრთხოდ ვერავინ ვერ იქნება, ვინც არ არის, ასე ვთქვათ, მორჩილი. ანუ ვისაც ვთქვათ რაღაცა განსხვავებული აზრები. გრიგოლ ლილუაშვილი არ იყო მორჩილი, ირაკლი ღარიბაშვილი არ იყო მორჩილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ეკონომიკის როგორც მინისტრის ჩანს, ყოველ შემთხვევაში საფრთხეს წარმოადგენდნენ ისინი ირაკლი კობახიძესთვის, მაგრამ აქ მარტო თვითონ მორჩილებაზე არ არის, მაგრამ ისე ხედავენ ხო, ანუ ირაკლი ღარიბაშვილის რანგის ადამიანი, რომელსაც ასე გაუსწორდნენ, დაამცირეს, შეიძლება პირდაპირ ვთქვათ, ამ შესაბამისად არავინ არ არის დაცული და უსაფრთხოდ ვერავინ ვერ იგრძნობს თავს, ხო? შესაბამისად თვითონ ის ადამიანი, ვინც აცხადებდა, ხოლმე შეიძლება მან დაიკავოს გრიგოლ ლილუაშვილის ადგილი. მე უბრალოდ ანუ ქართული ოცნების ამომრჩევლებისადმი მექნებოდა სათქმელი, რომ ანუ დაუკვირდნენ წლების მანძილზე ისინი ვიზზე გველაპარაკებოდნენ, რომ ესეთი ვთქვათ გამორჩეული ადამიანები იყვნენ, უმციკლოები იყვნენ, არავითარი კორუფცია არ არსებობდა, გვახსოვს ხო კობახიძის განცხადებები, რომ აი რა ვიცი ფული რო დაუდოო, არ აიღებენო და ასე შემდეგ, ხო? ამიტომ ის, რასაც ჩვენ წლების მანძილზე საზოგადოება ხო, აქტიური ვინც პროტესტში ჩართული იყო, ამბობდით, თურმე ახლა ქართული ოცნება თვითონ ადასტურებს. გოტა, სხვა შორის ევროკომისიის ანგარიშიც არის საუბარი საქართველოში კორუფციის კუთხით შექმნილ სიტუაციაზე და ევროკომისია ამბობს, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით, ისე როგორც სავიზო თანხმედრის სფეროში თუ სხვა მიმართულებით საქართველოს აქვს რეგრესი. აი კიდევ ერთი კითხვა უკვე ამ კონტექსტში და მე რეაქციებზე განვაცხადოთ საუბარი. რატომ შეიძლება ევროკომისია რეგრესზე საუბრობდეს, როცა აი კიდევ ერთხელ დაწყებული ყოფილი პრემიერით, დამთავრებული არის თავდაცვის ყოფილი მინისტრით და ახლა უკვე აგერ გრიგოლ ლილუაშვილიც დაემატათ, ვის წინააღმდეგ აღარ აღძრა მოკლედ საქმე ქართულმა ოცნებამ. კი ბატონო, თუმცა ესენი არიან ყოფილი თანამდებობის პირები, ჩვენ ყავს არსებული სპექტრი თანამდებობის პირებისა, რომლებთან მიმართებითაც არსებობს, რა ვიცი, უამრავი ეჭვი, რომ ისინიც თქვათ არიან გარეულები კორუფციაში, ეს იქნება დედაქალაქის მერი, ეს იქნება მასთან დაკავშირებული პირები, ეს იქნება შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო მთელი ესე ვთქვათ ჯგუფი, ხო, მაგალითად ნინო წილოსანი, ხო, რომელთან მიმართებითაც, რა ვიცი, პროკურატურაში წლებია საქმე იყო 65 თუ 63 მილიონ ლარზე, ხო, ამ ვაგონჩენებელ კომპანიაში და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ აი თითოეულ ასე ვთქვათ პარლამენტარს რომ მივყვეთ, დარწმუნებული ვარ, რომ მივალთ ვთქვათ აი რაღაცა კორუფციულ სქემასთან და შესაბამისად ვთქვათ ცხადია ისინი ვინც დაკავებულები არიან წარსული და ამიტომ ევროკომისიის ვთქვათ ეს დასკვნები ჩემი აზრით ლოგიკური არის, ხო? კეთილი, გოტა. გავყვეთ მოდით სხვა ასე ვთქვათ აქტუალურ საკითხებსაც და ახლა საპროტესტო აქციებზეც მინდა ვისაუბროთ, მით უფრო რომ თქვენ წინააღმდეგობის მოძრაობის აქტიური წევრი ხართ და მით უფრო რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა 9 იანვრის ჩათვლით დაგეგმილი აქციების გამართვის პირობები. უწყება გეუბნებათ, რომ ამ პერიოდში შეკრება უნდა იყოს მსვლელობის გარეშე. ციტატა შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებიდან, შეკრების მონაწილეებმა პროტესტი უნდა გამოხატონ თბილისში პარლამენტის შენობასთან წინა ფასადზე არსებულ ასასვლელ კიბეებსა და მის მიმდებარე ცივცეში და არ უნდა შეაფერხონ ტროტუარზე მოძრავი სხვა მოქალაქეებისა და გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება. ეს არის მოკლედ გელა გელაძის უწყების მიერ დასახელებული პირობა. ხა ამ ფონზე ვხედავთ, რომ მაინც ანონსდება საპროტესტო მსვლელობები, თუნდაც შაბათს 27 დეკემბერს, როგორც ფილარმონიიდან, ისე
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან პარლამენტის შენობის მიმართულებით, რაც თავის მხრივ ნიშნავს იმას, რომ არაპირებთ დაემორჩილოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნას. მოდით პირველ რიგში ახსენით, რატომ არ ემორჩილებით სამინისტროს მიერ განსაზღვრულ პირობებს და მეორე მხრივ რა პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რომ აი პროტესტი მაინდა-მაინც ასე ვთქვათ მსვლელობის სახით დააფიქსიროთ. ხო, ესე იგი, პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ ეს გადაწყვეტილება არის აბსოლუტურად უკანონო და რაღაც გაუგონარი არის ეგეთი რაღაცა ისტორიას არ ახსოვს, რომ ესე იგი პატრულის თანამშრომლები მოსულები იყვნენ და ქვეითებს ეუბნებოდნენ, ქვეითით და გადასასვლელიდან გადადითო. ანუ რაღაცა თვითონ იყვნენ აი ამ აბსურდში გახლართულები, რომ ეუბნებოდ საწავიდეთ, ვეღარ ამბობდნენ და ადამიანებს აქვთ შეკრების, მანიფესტაციის, პროტესტის გამოხატვის უფლება და რა ვიცი, ვერავინ ამას ვერ აუგრძალავს. მე მეორე არის, რომ აქ არ არის, აი, რაც ვერ გაიგო ქართულმა ოცნებამ, რომ აქ რაღაცა ერთი ან რამდენიმე ადამიანი არ არის, ვინც წარმართავს, ასე ვთქვათ, ამ პროტესტს და ეხლა მე რო დავიძახო, ხალხი გაჩერდება. არა, არავითარ შემთხვევაში, ხო? და ეს აჩვენა, ესე იგი, შაბათს სტუდენტების პროტესტი იყო, სტუდენტების მარში, ეხლა შაბათსაც იქნება, ამის პარალელურად მედიის მხარდამჭერი მარში არის, პარასკევს ჩვენ გვექნება განათლების სამინისტროსთან მშობელთა კრებას ვეძახით, ესეთი აქცია, იმიტომ რომ ხედავთ თქვენ განათლების სისტემაში რა გაუგონარი ამბები ხდება, ამიტომ იქ ვიკრიბები და ეს პროტესტი გაგრძელდება. ან ამის ესე ხელოვნურად, ასე ვთქვათ, პატრულის მიერ განსაზღვრა ტერიტორიის, რომ ეხლა თქვენ აქ უნდა დადგეთ და მე იქ უნდა დადგეთ, ეგ უკვე არაავთენტური არის, ეს უკვე არაბუნებრივი არის და ეს უკვე არის ჩაკლა ამ პროტესტის და შესაბამისად ხო ბუნებრივია ამას ვერანაირად ვერ დავემორჩილებით და ჩვენი გამოხატვის უფლებით ვისარგებლებთ. საზოგადოება თორე კიდევ ერთხელ ვამბობ ხო რომ თქვა შეიძლება ვიღაცა რაღაც მომენტში დაემორჩილოს, ამ დროს სხვა ჯგუფი არ დაემორჩილოს და ამიტომ აქ არ არის ერთი ან რამდენიმე ადამიანი, ვინც ამ პროტესტს წარმართავს. უნდა შეგახსენოთ, რომ აქციების ჩატარების, ასე ვთქვათ, შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განსაზღვრული პირობების დარღვევა და უგულებელყოფა პირველ ჯერზე იწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას, ხოლო შემდეგ უკვე სისხლის სამართლის წესით ხდება მომიტინგის პასუხისმგებლობის დაყენება. თქვენ აქციის გულანთებული მონაწილეები, განსაკუთრებით ახალგაზრდების შესაძლოა მზად ხართ იმისთვის, რომ ციხეშიც წახვიდეთ, თუმცა მე მაინც უნდა გკითხოთ, ეს რამდენად სწორი გადაწყვეტილება იქნება. საჭირო ხართ თუ არა გარეთ, ვიდრე ვთქვათ გისოსებს მიღმა იმისთვის, რომ სწორედაც დაეხმაროთ, უფრო მეტად დაეხმაროთ თქვენს ქვეყანას, ვიდრე ვთქვათ პატიმრობაში შეძლებთ ამას და შესაბამისად ხომ არ არის უმჯობესი, რომ აქციები გადაეწყოს და რაღაცნაირად აი თუნდაც რთულ და შემზღუდავ ზომებთან თვითონ პროტესტი ადაპტირდეს. ხო, ესე იგი, მე პირადად ვთქვათ, აქამდე ჯერჯერობით არც ერთხელ არ ვიყავი დაკავებული და ზუსტად ამ სტრატეგიას მიმართავდი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ნამდვილად ჯობია ვთქვათ, გარეთ იყო და იყო აქტიური და რაღაცა წვლილი შეიტანო, ვიდრე ვთქვათ, არ ვიცი, მაინც და მაინც დაპირისპირებაში შეხვიდე იმასთან პოლიციასთან და ცხადია ვთქვათ, ჩვენ ერთი მხრივ თქვენ ნახეთ, რომ რამდენიმე წერილი და განცხადება შევიდა თვითონ აქციასთან დაკავშირებით, სადაც ინფორმაცია მივაწოდეთ, ხო? მეორე მხრივ აი ეს შაბათს აქციები გაცილებით ხალხმრავალი არის იმისთვის, რომ თქვათ, აი ეს ზიანი ავირიდოთ თავიდან. ამიტომ თქვათ, ის რომ საზოგადოება არ ითვალისწინებს ამ რისკებს, ესე არ არის პირიქით, ხო, ყველანაირად ვცდილობთ, რომ ერთი მხრივ ეს რისკები გავითვალისწინოთ, მაგრამ ცხადია ჩვენ 100% დაცულები მაინც არ ვართ, იმიტომ რომ თავში რა მოუვა ქართულ ოცნებას ეს არავინ არ იცის, მაგრამ მეორე მხრივ აი ეს ჩვენი პრინციპებიც არ დავთმოთ და პროტესტი, ხილული პროტესტი უნდა გამოიხატებოდეს, ხო, ეხლა გითხრეს რომ თქვათ გზიდან უნდა გადახვიდეთ და რაღაცა მცირე რაოდენობით ყოველ შემთხვევაში ადამიანები აღარ კეტავენ ამ გზას, ხო? მსვლელობებიც მას შემდეგ დაიწყო, ხო? რაც რუსთაველის გამზირის გადაკეტვის შესაძლებელია. ამ მსვლელობებსაც თუ რაოდენობრივად თქვათ არ ვართ ის რაოდენობა, რომ მაინდა-მაინც ფილარმონიიდან მელიქიშვილით დავიძრათ, ხო? მაშინ ვიწრო ქუჩებზე დავდივართ, ხო? ანუ ესეც რაღაცა ისეთი გადაწყვეტილებაა სტრატეგიული, რომ მაინც-და-მაინც თქვათ დიდ ქუჩებზე არ ვიყოთ მცირე რაოდენობით. ამიტომ ამ მხრივ საზოგადოება მოქნილი არის ჩემი აზრით და ყველანაირად ვცდილობს, რომ თქვათ, ერთი მხრივ ადაპტირდეს, მეორე მხრივ თქვათ, თავისი პრინციპები დაიწყოს. ოტა, კიდევ ერთი ციხიდან ახლახან გამოსულ ზურაბ ჯაფარიძეს
ისევ საპატიმროში დაბრუნების საფრთხე იმუქრება, ამიტომ ახლა უკვე იმ პერიპეტიებზეც გაგვიზიარეთ თქვენი პოზიცია, რასაც უშუალოდ ამ ოპოზიციონერ პოლიტიკოსთან მიმართებაში ვხედავთ, იცით რომ ჯაფარიძემ რამდენიმე დღის წინ დატოვა საპატიმრო, თუმცა გუშინ კიდევ ერთ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც უკვე ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟს გულისხმობს, მას აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა. ახლა ვიდრე გკითხავდეთ იმას, უნდა გადაიხადოს თუ არა ზურაბ ჯაფარიძემ გირაო, თავდაპირველად გითხარით თქვენი პოზიცია, ზოგადად რას ეუბნება ქართული ოცნება, ამით პერსონალურად ზურაბ ჯაფარიძესაც, მთლიანად ოპოზიციურ სპექტრსაც და მათ შორის აი თუნდაც თქვენ წინააღმდეგობის მოძრაობის აქტიურ წევრებს. ხო, პირველ რიგში ულოცავ მას და მის ოჯახს ნამდვილად სუფთა ადამიანურად, ჰუმანურად ძალიან ისა რა ქვია ცხადია, პოზიტიური ამბავი არის და რა ვიცი, არავის უსურებ მე აი ესე სრულიად უმიზეზოდ და უაპელაციოდ ესეც ციხეში ყოფნას. რაც შეეხება თქვათ ის, რომ აი მართლა მეორე დღეს ეს ერთი მხრივ აჩვენებს თვითონ ქართული ოცნების ბუნებას, რომ რაღაც მართლა სადისტური ბუნება აქვს, ეხა მართლა რა უბედურებაა, რომ აი ხა ადამიანი გამოვიდა და მეორე დღესვე სასამართლოს უწყობს. ეს არა ადამიანური არის, ჩემი აზრით. მეორე ეს შეიძლება იყოს გადაფარვის მცდელობა, იმიტომ რომ თქვენ იცით, რომ როგორც საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა, ისე პოლიტიკურმა ჯგუფებმა საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართეს ამ ქიმიური, აკრძალული ქიმიური ნივთიერების გამოყენების შესახებ, რაც გამოყენებული იყო თვითონ საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ, ხო და ამის გადაფარვის მცდელობა შეიძლება იყოს და მესამე, ესეც არის ნიშანი, ასე ვთქვათ, და შიში თვითონ ქართული ოცნების, რომ მათ ნებისმიერი, ასე ვთქვათ, აქტიური პოლიტიკოსის ეშინიათ. ეხლა მე იდეოლოგიურად აბსოლუტურად განსხვავებული პოზიცია მაქვს ზურაბ ჯაფარიძისგან და უამრავ საკითხში უბრალოდ დიდი აცდენა გვაქვს და რა ვიცი, არ ვეთანხმები პრაქტიკულად არაფერში, ვთქვათ, რაღაცა კონკრეტული მიმართულებებით, ხო? და არ ვიცი თქვათ რა გავლენა ექნება მას პროცესზე, ხო, ბევრი ამბობდა, რომ აი პროცეს პოლიტიკოსი ჭირდება. მე არ ვარ დარწმუნებული, რომ თქვათ მას შეიძლება დიდი გავლენა ჰქონდეს, ეხა გარდამტეხი, რომ რაღაცა ცვლილებები შეიტანოს, ხო? ანუ პრაგმატული კუთხით არ უყურებ, რომ მისი გამოსვლა მნიშვნელოვანია, სულ და ჰუმანური კუთხით ნამდვილად მნიშვნელოვანია და რაღაცა არ არის თქვათ ადამიანური მართლა, რომ ის ციხეში ყოფნა გიხაროდეს. მაგრამ ქართულ ოცნებას რომ ეშინია აშკარად პოლიტიკოსების და თქვათ პირდაპირ ციხეში უკრავს თავს, ეს, რა ვიცი, ცხადი არის ჩემთვის. გირაოზე რა უნდა ქონდეს ზურაბ ჯაფარიძეს, რა პოზიცია უნდა ქონდეს, უშუალოდ თქვენი აზრით უნდა გადაიხადოს თუ უნდა გადაიხადოს და დარჩეს გარეთ თუ, არ ვიცი, მოიქცეს ისე, როგორც მაგალითად მათი კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია, რომელმაც უარი თქვა გირაოს გადახდაზე იმის ხაზგასასმელად, რომ არ თანამშრომლობს დღევანდელ რეჟიმთან და შესაბამისად წავიდა ციხეში. რა იქნებოდა ზურაბ ჯაფარიძის მხრიდან სწორი პოზიცია, სად უფრო გამოადგება ის დღეს ოპოზიციურ სპექტრს? იცით, ძალიან რთული ახლა რომ მე უთხრა ზურაბ ჯაფარიძეს ეს მისი პირადი გადაწყვეტილება ნამდვილად. მე რომ ის ადგილას ყოფილიყავი და ჩემი გადასაწყვეტი რო იყოს, სავარაუდოდ გირაოს გადავიხდიდი. თუმცა თქვენს ჯარიმებს არ იხდით. კი, არა, ხო, იმიტომ რომ ის სხვადასხვა ის არის, ხო, საფრთხე სხვადასხვა არის, რისკი სხვადასხვა არის და ეს ადამიანი პირდაპირ ციხეში იყო და რა ვიცი, უცოდ რამდენიმე დღის წინ გამოვიდა და ემუქრება თან, რა ვიცი, მრავალწლიანი პატიმრობა. ამიტომ სტრატეგიულად ვამბობ, სტრატეგიულად მე ვფიქრობ, რომ თქვათ ნამდვილად თქვათ იქამდე სანამ არის საშუალება რომ თქვათ აი ესე გარეთ რაღაცა წვლილი შეიტანოს, ხო, მას ყავს რაღაცა თავისი ამორჩეველი მხარდამჭერები და რაც თავარია მე როცა უყურებ თქვათ სულთა ოჯახური პერსპექტივიდან თქვათ მის შვილები, მე თვითონაც 3 შვილი მყავს, ამ პერსპექტივიდანაც მგონია რომ თქვათ ამას აი იმ კუთხითაც არ უყურებ რომ თქვათ ეხლა ამით თქვათ მისი ან ღირსება შეიძლება შეილახოს ან რაღა, ხო, არა ერთი რომ მან უკვე ბევრი თვე მოიხადა და თუ რამის დამტკიცება იყო საჭირო, ამით დაამტკიცა და
ეხლა აღარაფრის დამტკიცება არ არის საჭირო და მეორე მხრივ ხო ანუ სტრატეგიულადაც არ მგონია რომ თქვა ვინმეს ციხეში ყოფნა ეხლა თქვა თვითონ პროცესს წაადგეს ან ვინმესთან მაინც და მაინც თავის სამართლებელი იყოს და ეხლა თუ ვიღაცა გააკრიტიკებს რა ვიცი არც ეს არ არის პრობლემა ჩემი აზრით. მადლობა გოტა იმისთვის რომ გვესტუმრეთ და უპასუხეთ ჩვენს კითხვებს. გოტა ჭანტურიას დავამშვიდობებით დღის ნიუსრუმი ამით. მადლობა თქვენ. ერთმანეთს უკვე ხვალ 11-ზე შევხვდებით. ნახვამდის.